პირადად რომ მიმართოთ იმ პატარებს, იმ მშობლებს, რომლებსაც აქვთ ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაბეტი და ებრძვიან ამ პრობლემას საქართველოში. თქვენ როგორც მეცნიერი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის წინა ხაზზე ხართ, ბრძოლის წინა ხაზზე. რას ეტყვით, რითი დააიმედებთ, გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და რითი დააიმედებთ, რომ აღარ გავაგრძელო უფრო. პირველ რიგში ვეტყვი იმას, რომ ეს განაჩენი არ არის, არც სტიგმა არ არის ტიპი 1 დიაბეტის ქონა, ეს არის მდგომარეობა, რომელთანაც თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ძალიან ბევრი ადამიანია, გამოჩენილი სპორტსმენი, გამოჩენილი პოლიტიკოსი, მეცნიერი, სპორტსმენები, რომლებიცაც აქვთ მოპოვებული ოლიმპიური ჯილდოები. ანუ ფაქტიურად არიან ტიპი 1-ის მქონე ადამიანები, რომლებსაც არანაირად ხელი არ ეშლებათ მიაღწიონ წარმატებებს, თუნდაც ფიზიკურად დატვირთულ სფეროებში. ასე რომ ეს ერთი, ანუ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ისეთი დაავადების მქონე, რომ არ გვეშველება არაფერი. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, აუცილებლად სჭირდება მართვა და დღეს ამისი მართვის უამრავი საშუალება არსებობს და თუ კარგად იმართა, მაშინ გართულებებიც ნაკლებად გვაქვს. და რაც ყველაზე მთავარია, მეცნიერთა დიდი არმია უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განიკურნოს საბოლოოდ დამარცხდეს ტიპი 1 დიაბეტი, დადგეს ფუნქციური განკურნება, აღარავის აღარ დასჭირდეს ინსულინის ინექცია და ამისკენ არის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. სადღაც უკვე ბოლოსკენ ვართ და ასე რომ იმედიანად უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.